კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2025 წელს 1,5 მილიონ ლარი გამოიყო. ინიციატივა მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს ეკუთვნის. ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემს გუნდთან ერთად 36 კომპაქტურ ჩასახლებაში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 1,5 მილიონ ლარს. აღნიშნული სამუშაოები ასევე გაგრძელდება 2026 წელს. პროექტი მიმდინარე წელსაც გრძელდება და საერთო ჯამში დევნილებისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრისთვის 4 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დაიხარჯება აღნიშნული მიმართულებით და ეს ნამდვილად უპრეცედენტოა. ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს ესეთი უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ძირითადად სახურავების გადახურვის, ფასადების რეაბილიტაციის, კომუნიკაციების მოწესრიგების და საერთო სარგებლობის სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული ინფრასტრუქტურული გაუმართავობა არაერთი წლის, არამედ წლების მანძილზე დაგროვილი მძიმე მემკვიდრეობაა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში აცხადებენ, 2025 წლიდან პრობლემების გადაჭრის მაქსიმალურად პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. ხაზი უნდა გაესვას, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბური იყო და არის დღემდე, მაგრამ მთავარი კრიტიკული საკითხები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ 2-3 წელიწადში მოხერხდა, რომ პრაქტიკულად ყველა შენობა, რომელიც უმრავლესობა ავარიული იყო დევნილთა ჩასახლების სახურავებს გულისხმობ, ადამიანებს აწვიმდა საცხოვრებელი პირობები აღუტანელი იყო, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ. სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დევნილთა სააგენტოსთან ერთად ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ, რომ უზრუნველყავთ პრაქტიკულად ყველა კრიტიკული საკითხის აღმოფხვრა და ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი, რომელიც შეიძლება გაიზომოს მარტივად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასეულობით შენობა გადაიხურა და ყველა დევნილთა ჩასახლება, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ამ კუთხით ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს პრობლემა მოუხსენეთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება და მონიტორინგი უშუალოდ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პრეროგატივაა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დევნილთა მინისტრთან დავით ფაცაციასთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით მოვიარეთ დევნილთა საცხოვრებელი ობიექტები. ახლა სწორედ იმ კადრებსა და ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შემოგთავაზებთ, რომელიც სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში დაგხვდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამას. ხოლო წინა წელს პროგრამის ფარგლებში 100-მდე ობიექტზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. პროგრამა 4 ქვეპროგრამისგან შედგება, ხოლო განაცხადების მიღება წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ბატონო დავით, 2026 წელს ეს ინფრასტრუქტურული მიმართულებით საკმაოდ იზრდება ბიუჯეტი. რა გეგმები გაქვთ? ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც მისასალმებელია, განსაკუთრებული ხაზი უნდა გაუსვათ მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელმაც დამატებითი საშუალება მოგცა იმისთვის, რომ დევნილთა პრობლემების მიმართულებით ჩვენ უფრო მეტად გვემუშავა. ეს გვაძლევს საშუალებას და შესაძლებლობას, რომ ყველა ეს კრიტიკული საკითხი დარჩენილი. ეს იქნება შენობების სარდაფებში მდგარი წყალი, სხვა პრობლემები, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, მათ შორის სახურავების მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად აღმოწურული იქნება და ყველა კრიტიკული საკითხი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ითქვას, რაც შეეხება წყლით მომარაგებას, თავზე ადამიანებს არ უნდა აწვიმდეთ და ასე შემდეგ თქვა. ეს ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ და მოვახერხოთ და მე მჯერა, რომ ეს საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო ძლიერად ვიყოთ წარმოდგენილები დევნილთა წინაშე, ჩვენი სამინისტროს საქმიანობას, ზოგადად აფხაზეთის მთავრობის საქმიანობას. იმისთვის, რომ სამუშაოები ხარისხიანად ჩატარდეს და დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები პროცესს ინტენსიურ მეთვალყურეობას უწევენ. უწყების ინფორმაციით, ბევრ ობიექტზე კრიტიკული ფონი უკვე რადიკალურად შეიცვალა. მომართვიანობა არის ძალიან დიდი და მთავრობამ გამოგო 1,500,000-მდე თანხა, რომ სხვა სამუშაოების ჩატარდეს და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად, რომ დავითვისოთ ეს თანხა და 45 ობიექტზე გამოცხადებულია ტენდერი, 100-ზე მეტ ობიექტი გადახურეს. სახურავების პრობლემა ფაქტურად
თითქმის ამოწურულია და დარჩენილია მცირე რაოდენობა ობიექტების, ასევე ბინათ მესაკუთრეს და ამხანაგობებს ეხმარებით სამშენებლო მასალებით. თავად დევნილებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ პირობების გაუმჯობესებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და უშუალო კონტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც აქ ცხოვრობ, ჩვენ სულ პრობლემები იყო, იმიტომ რომ გვაწვიმდა 7 წელი მართლა გაუსაძლისი მდგომარეობა იყო, სანამ ეს არ გადახურეს. ძალიან გულდასმით მოგვისმინეს რაღაცა და ძალიან ყმაყოფილი დავრჩით ასეთი შეხვედრით. ძალიან ხშირი კომუნიკაცია არის ჩვენთან, ჩვენ თუ ვერ ჩამოვდივართ დაუშვათ, მობილური არის დაკავშირება, ჩვენ დევნილთა სამსახურებთან გვაქვს ურთიერთ თანამშრომლობა და ყველაფერს აკეთებენ შესძლების და გვარად, რაც დევნილების საჭიროებებს ითხოვს. არ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა თუ პრობლემა, რომელიც მათი მხრიდან ხელშეწყობით და აღმოფხვით არ ყოფილიყო. ეს იყო წყლის პრობლემებიდან დაკავშირებული და სამწუხაროდ დღემდე კიდევ მრავლად გვაქვს პრობლემები, სადაც გვეიმედება ჩვენი სამინისტრო. შეგახსენებთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული საჭიროებები დაიდენტიფიცირებულია. პრობლემების აღმოსაფხოლად კი ამ მიმართულებით ბიუჯეტი 2025-2026 წლებში თითქმის 4 მილიონი ლარით განისაზღვრა. ზემოთ ნაჩვენები დადებითი შედეგები დასაწყისია იმ გრძელვადიანი გზისა, რომელიც დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს.